რუსეთის სისხლსიღვრება. ქვეყნის დანაკარგების მაჩვენებელი უპრეცედენტო დონეს მიაღწია. 10,000-ობით ჯარისკაცი სახლში ბინტებში გახვეული ან კუბოებში ჩასვენებული ბრუნდება. წარსულში ეს რიცხვები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის კრემლის მეთაურებს მხოლოდ ერთ-ერთ ეტაპად მიაჩნდათ. ისინი ყოველთვის პოულობდნენ ახალ ადამიანებს, რომ დაენაცვლებინათ დაღუპულები. მაგრამ ახლა ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მაშინ, როცა რუსეთის დანაკარგები იზრდება, მისი რეკრუტირების დონე იკლებს. რამდენიმე თვეა დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა აჭარბებს იმ ადამიანების რიცხვს, ვინც მზადაა შეუერთდეს რუსეთის რიგებს, რაც კრემლს აიძულებს სულ უფრო სასოწარკვეთილ ზომებს მიმართოს ამ უკონტროლო კრიზისის დასაძლევად. ეს დიდი ხანია მზადდებოდა. რუსმა მეთაურებმა ომის პირველივე დრიდან დაუფიქრებელი და არაეფექტური ტაქტიკა აირჩიეს. ისინი ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე სათანადო მომზადების, წვრთნისა და აღჭურვილობის გარეშე აგზავნიან. ბევრისთვის ასე წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია არაფრით განსხვავდებოდა თვითმკვლელობის მისიიდან. და რადგან უკრაინამ მოსალოდნელზე ბევრად ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია მოსკოვს, დიდხანს არ დასჭირდა, რომ პირველი რუსი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე დაეცნენ. ომის მიმდინარეობისას მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა. იმისათვის, რომ შეემცირებინათ განადგურებული ტანკებისა და ჯავშანმანქანების რაოდენობა, კრემლმა ტაქტიკა შეცვალა და ჯარებს უბრძანა უკრაინულ პოზიციებზე შეტევა განეხორციელებინათ ჯავშან ტექნიკის გარეშე. ამის შემდეგ უამრავი ჯარისკაცის ჯგუფის სიკვდილზე გაგზავნეს. ძმები, მამები და შვილები, რომლებსაც თითქმის ხორცის ნაჭრებად ექცევიან, უშვებენ ცეცხლის ხაზზე იმ მეთაურების მიერ, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ მათი უხეში ძალის ტაქტიკა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საპირისპირო სამტკიცებს ფაქტები. ამასობაში უკრაინა ყოველ წელთან ერთად უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ის აღარ იყო მხოლოდ თავდაცვაში და რუსეთის თავდასხმების გაძლებაზე ორიენტირებული. ის აქტიურად ეძებდა და ანადგურებდა თავის მტრებს, ითვისებდა დრონებით ომის ხელოვნებას და ამავდროულად ქმნიდა უფრო დიდ, უკეთეს და უფრო ძლიერი იარაღებს კრემლის საომარი მანქანის წინააღმდეგ გამოსაკენებლად. მაშინაც კი ვინც ზედაპირულად ადევნებდა თვალს მოვლენებს, შეეძლო დაენახა საით მიდიოდა ყველაფერი. რუსეთის სულელური სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში სრულიად არამდგრადი იყო და მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის გახდებოდა ქვეყნის კატასტროფული დანაკარგები აუტანელი. მართლა, ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში ომის კვლევის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა იმ ეტაპს უახლოვდებოდა, როდესაც რეკრუტირება აღარ იქნებოდა საკმარისი დანაკარგების დასაბალანსებლად. რუსეთის ამჟამინდელი ჯარის შევსების სისტემა, როგორც ჩანს, ვერ ახერხებს იმ რაოდენობის ცოცხალი ძალის რეკრუტირებას, რაც რუსეთის არმიას სჭირდება მიმდინარე შეტევითი ოპერაციების ტემპის შესანარჩუნებლად. ყველა ნიშანი აშკარა იყო. საქმე მხოლოდ იმაში არ იყო, რომ რუსეთი უზარმაზარი რაოდენობით ჯარისკაცებს კარგავდა, არამედ საკმარისი მტკიცებულებაც არსებობდა იმისთვის, რომ ქვეყანა სულ უფრო მეტად აწყდებოდა სირთულეებს სამხედრო რიგებში ახალი წევრების დამატებაში. მაგალითად, რუსეთის რეგიონულმა ხელისუფლებებმა დაიწყეს უფრო ინტენსიური, რამდენიმე თვიანი სარეკლამო კამპანიების ჩატარება ახალი რეკრუტების მოსაზიდად. ამასთანავე გაზარდეს ერთჯერადი გადახდები მათთვის და მათი ოჯახებისთვის, თუ ისინი გადაწყვეტდნენ კონტრაქტზე ხელმოწერას. ეს გადახდები მნიშვნელოვნად გადააჯარბა საშუალო რუსულ ხელფასს. კრემლი აშკარად იმედოვნებდა, რომ მეტი ფული საკმარისი სტიმული იქნებოდა მეტი ადამიანის მოსაზიდად. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე გადადგა ნაბიჯები კანონმდებლობის შესაცვლელად, რათა არმიაში მიეღოთ ადამიანები გარკვეული დაავადებებითა და დარღვევებით. ქვეყანამ თხოვნით მიმართა თავის ერთ-ერთ მცირერიცხოვან მოკავშირეს, ჩრდილოეთ კორეას, რომ გაეგზავნა ჯარები რუსეთის ტერიტორიის გასათავისუფლებლად, რომელიც უკრაინამ მოახერხა დაეკავებინა ქვეყნის კურსკის რეგიონში. ამ ყველაფრის დანახვის შემდეგ რაციონალური ქვეყანა შეცვლიდა ტაქტიკას ადგილზე, რათა შეემცირებინა დანაკარგები. მისი მეთაურები მაგალითად შეიძლებოდა შეწყვეტილიყვნენ ფრონტის ხაზზე ამდენი უშედეგო და თვითმკვლელური შეტევის ბრძანებას, რაც მეტ რუს ჯარს მისცემდა საშუალებას გადარჩენილიყვნენ, ურნებლად დარჩენილიყვნენ და მზადყოფილიყვნენ მომავალ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ ბოლო წლებში რუსეთი იშვიათად აღიქმებოდა რაციონალურ ქვეყნად. მაშინაც კი, როცა მისი დანაკარგების რაოდენობა ბევრად ავემატებოდა იმას, რასაც ვინმე მდგრადად ჩათვლიდა, ის ჯიუტად აგრძელებდა თავის უგუნურ და უპასუხისმგებლო ტაქტიკას. ახალი რეკრუტები კვლავ მიდიოდნენ ფრონტის ხაზზე, მხოლოდ იმისთვის, რომ სწრაფად გაეგზავნათ სახიფათო სასიკვდილო ზონებში. ბევრი მათგანი პირველივე კვირებში იღუპებოდა. მართლა, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს წამყვანმა ანალიტიკოსებმა გამოავლინეს, რომ რუსი რეკრუტის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 კვირასა და 1 თვეს შორის იყო. დროის გასვლასთან ერთად ეს ვადა კიდევ უფრო შემცირდა. მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის ვერ შეძლებდა რუსეთი საკმარისი ჯარისკაცების რეკრუტირებას ფრონტის ხაზზე დანაკარგების შესავსებად. და როგორც ჩანს, ეს მომენტი დადგა 2025 წლის ბოლოს, თითქმის 4 წლის შემდეგ ბრძოლის დაწყებიდან. 2026 წლის დასაწყისში გავრცელებულმა ცნობებმა აჩვენა, რომ რუსეთმა დაიწყო რამდენიმე ათასი ჯარისკაცით მეტის დაკარგვა, ვიდრე მათი რეკრუტირება შეეძლო. ეს ომის მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაგრამ უკრაინას უნდა დაეცა და დაენახა, იყო ეს მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა თუ დრამატული ახალი ტენდენციის დასაწყისი. ეს უკანასკნელი აღმოჩნდა.
იგივე ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. და კვლავ, რამდენიმე თვის განმავლობაში, 2025 წლის ბოლოსიდან 2026 წლის დასაწყისამდე, რუსეთმა უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე ახალი მოიზიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვების მიღება შეუძლებელია და შეფასებები წყაროების მიხედვით განსხვავდება, ინიციატივა მინდა ვიცოცხლო, რომელიც უკრაინაში შეიქმნა როგორც სახელმწიფო ცხელი ხაზი რუსი ჯარისკაცებისთვის უსაფრთხო დანებებაში დასახმარებლად, ამტკიცებს, რომ რუსეთმა 2026 წლის პირველ 3 თვეში მხოლოდ 80,000-ზე ცოტა მეტი ადამიანი მოიზიდა. ამასობაში უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემები, რომელსაც ომის შესწავლის ინსტიტუტიც იმეორებს, ამბობს, რომ იმავე პერიოდში კრემლმა 85,000-ზე მეტი დანაკარგი განიცადა. ამას ადასტურებს გერმანელი მკვლევარის იანის კლუგეს მიერ შეგროვებული მონაცემებიც, რომელმაც შეისწავლა, როგორ შეიცვალა რუსეთში რეკრუტირების დონე 2024 წლიდან. კლუგემ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი შედარებით სტაბილური იყო და რუსეთი მუდმივად ახერხებდა რეკრუტირების გეგმების შესრულებას ან გადაჭარბებასაც კი, 2025 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებლები შემცირებას იწყებს. ზოგიერთ თვეში ახალი რეკრუტების რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით 20%-ით ან მეტითაც კი შემცირდა, ხოლო 2026 წლისთვის ეს განსხვავება აშკარად შესამჩნევი გახდა. წელს პირველ რამდენიმე თვეში რუსეთი საშუალოდ მხოლოდ 800 ჯარისკაცს იღებდა ყოველდღიურად. მაგრამ 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთი ყოველდღიურად 1000-დან 1200-მდე ახალ ჯარისკაცს იღებდა. შედეგად ორგანიზაციებმა, როგორიცაა მინდა ვიცოცხლო, იწინასწარმეტყველეს, რომ რუსეთი დიდი ალბათობით ვერ მიაღწევს თავის მიზანს და 2026 წელს 409,000 კონტრაქტიანი ჯარისკაცის მიღებას ვერ შეძლებს. და ეს არც არის გასაკვირი. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ქვეყანას სულ უფრო უჭირს იპოვოს ადამიანები, რომლებიც მზად არიან ხელი მოაწერონ კონტრაქტს, რომელიც დიდი ალბათობით რამდენიმე კვირაში მათ სიკვდილს გამოიწვევს. ომის დასაწყისში ეს ასე რთული არ იყო. იმ დროს რუსეთს ჯერ კიდევ შეეძლო დაეკორდნო თავის პროპაგანდისტულ მანქანას, რათა ხალხისთვის დაეჯერებინა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია კარგად მიმდინარეობდა, რომ უკრაინის ხალხი უბრალოდ ელოდა მამაცი რუსი გმირების მიერ გათავისუფლებას და რომ მთელი ოპერაცია ძალიან მალე დასრულდებოდა. ბევრი გულუფხილო და ადვილად მოსატყუებელი ჯანმრთელი მამაკაცი იჯერებდა ამ ამბებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ სამხედრო სამსახურში შამსახურში ჩაწერა, სოლიდური თახის აღება საკუთარი თავის ან ოჯახის დასახმარებლად, ფრონტის ხაზზე გარკვეული დროის გატარება და შემდეგ სახლში დაბრუნება კიევის დაპყრობის შემდეგ. მაგრამ კვირები თვეებად იქცა, თვეები კი წლებად და კრემლის ტყუილების ამოცნობა სულ უფრო ადვილი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი კვლავ მზად იყო საბრძოლველად, ბევრმა სიმართლე გააცნობიერა. მათ იცოდნენ, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე წასვლაზე დათანხმება ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი იყო. მათ ხედავდნენ, რომ რუსეთი ამ ომს ვერ იგებდა და დიდი ალბათობით ეს ომი წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა და სულ უფრო მეტი ადამიანი აღარ სურდა ამაში მონაწილეობა. დროის გასვლასთან ერთად რუსი რეკრუტერებისთვის ბევრად უფრო რთული გახდა ხალხის დარწმუნება იმაში, რომ უნდა წასულიყვნენ და ებრძოლათ. ამიტომ ისინი სასოწარკვეთილები გახდნენ. მათ მხოლოდ ფინანსური სტიმულები არ გაზარდეს, არამედ კვოტების შესავსებად უფრო ბინძურ ხერხებსაც მიმართეს. მაგალითად, ისინი ციხეებში შევიდნენ და მსჯავრდებულებს შესთავაზეს, რომ თუ 6 ან 12 თვის განმავლობაში ჯარში იმსახურებდნენ, საკნებიდან გაათავისუფლებდნენ და სასჯელს გაუუქმებდნენ. მათ დაიწყეს ისეთი ადამიანების გაწვევა, რომლებსაც სერიოზული ან სასიკვდილო დაავადებები აქვთ, მაგალითად, HIV ინფექცია, ტუბერკულოზი ან ჰეპატიტი C, რომლებიც ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. მათ აიძულეს ალკოჰოლზე დამოკიდებული და ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები სამხედრო კონტრაქტებზე ხელმოწერას, რომელთაგან ბევრს, როგორც იუწყებიან, მაშინ საერთოდ არ ესმოდა, რაზე აწერდნენ ხელს. მათ ეთნიკური უმცირესობებისა და იმიგრანტების დეპორტაციით დაემუქრნენ, თუ ისინი არმიაში არ შევიდოდნენ და ზეწოლა მოახდინეს ქვეყნის ყველაზე ღარიბ თემებზე. მათ თაღლითობითა და ტრეფიკინგით ათასობით აფრიკელი მამაკაცი ომში ჩართეს. გამოიყენეს ხალბის აბაბები, აშკარა ტყუილები ან დიდი ხელფასების ცრუ დაპირებები, რათა ისინი თავიანთი სამშობლოდან წაეხვანათ. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა დანაკარგების დასაბალანსებლად. რუსეთი მაინც უფრო მეტ კაცს კარგავს, ვიდრე პოულობს, ასე რომ ახლა ისინი კიდევ უფრო სასოწარკვეთილები არიან. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დრო ამისთვის. რუსეთის რეკრუტერები ცდილობდნენ მიემართათ ღარიბებისთვის, უმცირესობებისთვის, ავადმყოფებისთვის და უძლურებისთვის. ახლა ისინი ახალ დემოგრაფიულ ჯგუფზე, ახალგაზრდებზე ამახვილებენ ყურადღებას. გაოცებას იწვევს CNN-ის მიერ 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელმაც გამოავლინა მასშტაბური რეკრუტირების კამპანია, რომელიც მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზეა მიმართული რუსეთის რეგიონებში. და როგორც წინა რეკრუტირების კამპანიები, ესეც სავსეა ტყუილებით. მაგალითად, რუსული უნივერსიტეტების უამრავი ვებგვერდის, სოციალური მედიის გვერდისა და ადგილობრივი მედიის ანგარიშების ანალიზის შემდეგ, ასევე სტუდენტებთან უშუალო საუბრის შედეგად, CNN-მა დაადგინა, რომ რუსეთის რეკრუტერები სტუდენტებს პირდებიან ერთწლიან ფიქსირებულ კონტრაქტებს და მაღალტექნოლოგიური უნარების შესწავლის შესაძლებლობას, ისე რომ ფრონტის ხაზთან ახლოს მსახურება არ მოუწევთ.
რეალურად ამ ყველაფრის დიდი ნაწილი სრულიად არასწორია. ექსპერტები კი აფრთხილებენ, რომ სტუდენტები, რომლებიც ხელს მოაწერენ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაგზავნონ ფრონტის ხაზის სასიკვდილო ზონებში, ყოველგვარი გაფრთხილების ან გასაჩივრების შესაძლებლობის გლებლობის გარეშე. კამპანია როგორც ჩანს იანვარში დაიწყო. სულ რამდენიმე თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ახალი სამხედრო შტოს, უპილოტო სისტემების ძალების შექმნის შესახებ, რომელიც მთლიანად დრონებით ომს ეძღვნება. მალე ამის შემდეგ რუსეთის მასშტაბით უნივერსიტეტებმა დაიწყეს სამხედრო რეკრუტირების ვიდეოების, სურათებისა და პოსტერების გაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელებში, სადაც კურსდამთავრებულებს მოუწოდებდნენ, ან ზოგჯერაც ურჩევდნენ, რომ ჩაეწერათ. ზოგიერთი უნივერსიტეტი კიდევ უფრო შორს წავიდა და მასპინძლობდა რუს სამხედროებსა და ვეტერანებს, რომლებიც სტუდენტებს ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ მოტივაციურ პროპაგანდისტულ სიტყვებს წარმოუდგენდნენ. დამოუკიდებელმა რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ, რომელიც სტუდენტურ საკითხებზე სპეციალიზდება, კიდევ უფრო ღრმად გამოიკვლია ეს ამბავი და დაადგინა, რომ სულ მცირე 269 უნივერსიტეტი და კოლეჯი რუსეთისა და ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე აქტიურად მონაწილეობს ამ რეკრუტირების კამპანიაში. ეს მოიცავს ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებსაც, როგორიცაა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც თავად პუტინი სწავლობდა, და მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკის სკოლა, რომელმაც თებერვალში საკუთარი უპილოტო სისტემების ფესტივალი ჩაატარა. სურათებს, ვიდეოებსა და სოციალურ პოსტებს თუ დავაკვირდებით, აშკარად ჩანს, რომ ეს მარკეტინგული კამპანია ახალგაზრდა თაობაზეა გათვლილი. ერთ-ერთ ვიდეოში მაგალითად ჩანს ახალგაზრდა რუსი ბიჭი, რომელიც თავის ოთახში ვიდეო თამაშებს თამაშობს, ხოლო ფონზე ხმა ამბობს. გეუბნებოდნენ, რომ ვიდეო თამაშებზე დროისკის კარგვას აპირებდი. შემდეგ მოთამაშე დრონის ოპერატორად გარდაიქმნება, ხოლო ნარატორი აგრძელებს. მაგრამ არსებობს ადგილი, სადაც შენი გამოცდილება განსაკუთრებით ფასეულია. ეს მარტივი, მაგრამ პოტენციურად ეფექტური მარკეტინგული ხრიკია და ვიდეო თამაშების თემატიკა თითქმის ყველგან არის სხვა სარეკლამო მასალებშიც. მაგალითად, ვოლგოგრადის პლეხანოვის სახელობის რუსეთსლობის რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის ერთ ვიდეოში ნაჩვენებია გაყოფილი ეკრანი. ერთ მხარეს მოთამაშეა, მეორე მხარეს კი დრონის ოპერატორი. წარწერით, ASGS სწორი სკინი. ზოგიერთი რეკრუტირების პოსტიც კი აშკარად აღნიშნავს, რომ განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭებათ მოთამაშეებს. ეს უზარმაზარი ზეწოლა ახალგაზრდებზე, რომელთაგანაც ბევრს შეიძლება ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რა ნაბიჯი გადადგას ცხოვრებაში და აკლია ხელმძღვანელობა, მიმართულება ან მისაბაძი მაგალითი, რომ სწორად აირჩიოს გზა. ზოგისთვის ეს მთელი კამპანია ასევე ღალატად აღიქმება, რადგან სწორედ ის ინსტიტუტები, რომლებიც მათ აღზრდასა და სწავლას უნდა ემსახურებოდნენ, ახლა მოუწოდებენ, რომ საკუთარი ცხოვრება დათმონ. ერთმა სტუდენტმა CNN-თან ამ საკითხზე თავისი გრძნობები ასე შეაჯამა. სტუდენტები უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, მუდმივად სმოში გაწევრიანების მოწოდებების მოსმენა ძალიან უსიამოვნოა. გაცნობიერება იმისა, რომ უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს, რათა ომში გაგზავნოს, კიდევ უფრო უარესია. სხვა სტუდენტმა გაამხილა, რომ კამპუსის რეკრუტირების ღონისძიებებზე მისულ სტუდენტებს ოქროს მთებს პირდებოდნენ სტუდენტური ვალის განულების, სხვა შეღავათებისა და რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი წლის უკანა ხაზებში, ფრონტისგან შორს სამსახურის სახით. ეს უდავოდ ომის ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილად დაგეგმილი რეკრუტირების კამპანიაა დღემდე. და სწორედ ქვეყნის ერთ-ერთმა უმაღლესმა ორგანომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გადაწყვიტა ზუსტად როგორ უნდა ემუშავა ამ ყველაფერს. რუსის სამხედრო იურისტის არტემ კლიგერის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ უნივერსიტეტებს ძალიან ზუსტი ინსტრუქციები მისცა. მიუთითა ვიზზე უნდა გაეკეთებინათ აქცენტი და როგორ მიეპყროთ მათი ყურადღება. სამინისტროს ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ მიზანში უნდა ამოიღონ როგორც მამაკაცი, ასევე ქალი სტუდენტები და უნივერსიტეტებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება იმაზე, რომ ნებისმიერი მსურველი რეკრუტი მიიღებს უნიკალურ ცოდნასა და უნარებს, თანაც ჩვეულებრივი ჯარისკაცთან შედარებით ნაკლები რისკი ექნება მტრის ცეცხლის ქვეშ მოხვედრის. ასევე განისაზღვრა მნიშვნელოვანი ფინანსური წახალისება. მინიმუმ 400,000 რუბლი, რაც თითქმის $5,000 შეადგენს. თუმცა ზოგი უნივერსიტეტი კიდევ უფრო შორს მიდის. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთჯერადად დაახლოებით $10,000 თავაზობს მხოლოდ ჩაწელისთვის. შემდეგ კი წლიური საბაზისო ხელფასი თითქმის $70,000-ია. კლიგერი აღნიშნავს, რომ ფული ალბათ ერთადერთი ნაწილია ამ მთელი კამპანიიდან, სადაც სიმართლეა. ყველაფერი დანარჩენი ტყუილია. ეს არის უბრალო კონტრაქტი რუსულ არმიასთან, ვადის და განსაკუთრებული პირობების გარეშე. რადგან ყველა ეს რეკლამა ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს არ ახსენებს. ვლადიმერ პუტინს არასდროს გაუუქმებია ოფიციალურად ის დადგენილებება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, რომელიც 2022 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. ამ დადგენილებამ მთლიანად შეცვალა მდგომარეობა რუსის სამხედრო რეკრუტებისთვის, რადგან ის ადგენს, რომ ყველა ახალი სამხედრო კონტრაქტი ძალაში რჩება მანამ, სანამ ნაწილობრივი მობილიზაციის პერიოდი არ დასრულდება. ეს პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ ვინც ახლა გააფორმებს კონტრაქტს, კვლავ ექვემდებარება ამ დადგენილებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთწლიანი ფიქსირებული კონტრაქტი არ არსებობს. ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებიც ამ მახეში აღმოჩნდებიან, უბრალოდ ერთი წელი ხაზის პერიფერიაზე არ გაატარებენ. თითქოს დრონებით თამაშობენ, როგორც რეალურ ვიდეო თამაშებში და შემდეგ უსაფრთხოდ ბრუნდებიან ოჯახებში. ისინი იქ გაჭედილებით არ რჩებიან. შესაძლოა იქამდე სანამ ან არ დაიღუპებიან, ან იმდენად მძიმედ არ დაიჭრებიან, რომ ვეღარ გააგრძელებენ ბრძოლას.
და კიდევ უფრო უარესია. სტუდენტების წინა ხაზიდან შორს განთავსების დაპირებაც არ ეფუძნება არცევთ რეალურ კანონს ან კანონმდებლობას. როგორც გრიგორიო სვერდლინი, ანტისაომარი საქველმოქმედო ორგანიზაცია Get Lost-ის ხელმძღვანელი არნიშნავს, როგორც კი ადამიანი კონტრაქტს ხელს აწერს, ის ფაქტობრივად თავდაცვის სამინისტროს მონახდება. ის შეიძლება გააგზავნონ ნებისმიერ ნაწილში, სადაც თავდაცვის მინისტრს დასჭირდება. არჩევანის უფლება არ არსებობს. კარგი ამბავი ის არის, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს უკვე იცის. ან მინიმუმ იმდენად არის ინფორმირებული, რომ ესმოდეს, ამ ომში ჩაწერა ჩქვიანური გადაწყვეტილება არ არის. ყველა სტუდენტს, ვისთანაც CNN-მა ისაუბრა, მაგალითად საერთო უნდობლობა ჰქონდა კრემლის პროპაგანდის მიმართ. ენტმა განაცხადა, რომ მისი არც ერთი თანაკლასელი ან მეგობარი არ ფიქრობდა კონტრაქტზე ხელმოწერას, თუნდაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. სხვა სტუდენტმა დაამატა, რომ ეს სისულელე მისთვის დამაჯერებელი არ იყო და თანაკლასელებსაც მოუწოდა გაეგოთ, რომ ეს ყველაფერი თაღლითობაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კამპანია აუცილებლად წარუმატებელი იქნება. შეიძლება საკმარისი რაოდენობის ახალ რეკრუტებს ვერ მოიზიდოს, რომ სრულად შეავსოს რუსეთის დასუსტებული რიგები, მაგრამ მაინც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ უფრო მიმდობი, დაბნეული ან გაჭირვებული სტუდენტებიდან ზოგიერთმა ხელი მოაწეროს კონტრაქტს. მართლა ასეა. ჩანს, რომ ზოგიერთი უნივერსიტეტი აქტიურად ამახვილებს რეკრუტირების ძალისხმევას იმ სტუდენტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად რისკავენ კურსების ჩაჭრას. ერთმა სტუდენტმა გაამხილა, რომ სპეციალურ ჯგუფურ შეხვედრაზე დაიბარეს მხოლოდ ისინი, ვინც სწავლაში ჩამორჩებოდა, სადაც მას და მის თანაკლასელებს მოუწოდეს შეერთებოდნენ სამხედრო ძალებს. სხვა სტუდენტმა კიდევ უფრო შემაშფოთებელი ამბავი მოხვა, სადაც უნივერსიტეტმა თითქმის ჩვენი ჯგუფის მესამედი გარიცხა და მათ ადგილზე კონტრაქტის ხელმოწერა აიძულა, რათა ადგილი შეენარჩუნებინათ. და ზოგიერთი უნივერსიტეტი სულ უფრო მზაკრულ მეთოდებს იყენებს საკუთარი რეკრუტირების კვოტების შესასრულებლად. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა სტუდენტებს სასწავლო დავალებების შესრულებისა და ჩაბარების ვადები შეუმოკლა, რაც ფაქტობრივად ართულებს საგნების საჭირო შეფასებებით ჩაბარებას. ლოგიკა მარტივია. გაართულო სტუდენტებისთვის გამოცდების ჩაბარება, რომ მეტი სტუდენტი ჩაიჭრას და სწორედ ეს გაჭირვებული სტრესში მყოფი სტუდენტები უფრო ადვილად დაექვემდებარებიან რეკრუტირების ზეწოლას. ერთმა სტუდენტმა დაამატა, რომ უნივერსიტეტის პერსონალი სპეციალურად ეძებდა პირველ კურსელებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, ან ადაპტაცია უჭირდათ და სწორედ მათზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ასეთი სტუდენტები პირად საუბრებზე იწვევენ, სადაც მათ სთავაზობენ სამხედრო სამსახურს იმის სანაცვლოდ, რომ წარმატებით ჩააბარონ გამოცდები და თავიდან აიცილონ მძიმე ფინანსური ვალი. ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი ისტორიებია, აჩკარა ემოციური ძალადობის შესახებ. უნივერსიტეტები ხომ ის ადგილებია, სადაც ადამიანები მიდიან, რომ განვითარდნენ, ისწავლონ და მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები. რომ შემდეგ შეძლონ თავიანთი ოცნებების განხორციელება, ან გახდნენ პროდუქტიულები. საზოგადოების წევრები აქტიურად უპირისპირდებიან საკუთარ სტუდენტებს, სასტიკად იყენებენ მათ შიშებსა და სტრესებს, მხოლოდ იმისთვის, რომ დააპურონ გაუმაძღარი კრემლის ომის მანქანა. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ასკვნის, არასოდეს წარმომედგინა, რომ ჩემი საყვარელი უნივერსიტეტი იმად იქცეოდა, რისგანაც მეგობრებს დავიცავდი. მაგრამ სწორედ ეს არის დღევანდელი პუტინის რუსეთი. ადგილი, სადაც ადამიანებს პირუტყვევით ეპყრობიან, სადაც ჯარისკაცები მხოლოდ ხორცის ნაჭრებად მიიჩნევიან და სადაც თინეიჯერებიც კი, რომლებსაც მთელი ცხოვრება წინ აქვთ, უმოწყალოდ ხდებიან სამიზნე იმ ადგილებში, სადაც თავი ყველაზე უსაფრთხოდ უნდა ეგრძნოთ. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რუსეთის არმია ახლა ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია, რაზეც დეტალურად შეიტყობთ ამ ვიდეოში, სადაც ნაჩვენებია, როგორ მიიყვანა კრემლის ჯიუტმა ტაქტიკამ მისი სამხედრო ძალამუხლებზე. სხვა მხრივ ნახეთ ეს ვიდეო კრემლის ჯარების უჩვეულო ისტორიაზე, თუ როგორ აიჯულებენ მათ ჯარისკაცებს კი არა, დრონებსა და რობოტებს ჩაბარდნენ, რადგან უკრაინა ომის ახალ თაობას პირდაპირ რუსეთის ზღურბლზე მიიყვანს. და ბოლოს, თუ გსურთ კიდე მეტი ანალიტიკური განხილვა, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show დღესვე.